მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ რადიო იმედის 24 სეზონს და ვფიქრობ, რომ ჩვენ თქვენს ოჯახში შემოვდივართ მხოლოდ სიხარულით, ბედნიერებით, სიტყვებით, რაც თავარია სიმართლით. მოროშკინეს პოდკასტი კვლავაც თქვენს ეთერშია, კვლავაც თქვენს ოჯახებშია და კვლავაც საჭირ ბოროტო საკითხებზე მოგითხრობთ. ვფიქრობ, რომ ეს წელი იქნება განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ხშირად რეგიონებიდან, ვისაუბრებთ იქიდან, საიდანაც გაცილებით მეტის გაგება გნებავთ, გაცილებით საინტერესოა რაღაც გარკვეული ინფორმაციების მოძიება, მაგრამ ფორმატი არ იძლევა საშუალებებს. არის საინფორმაციო ფორმატები, არის გასართობი გადაცემები, მაგრამ აი გადაცემა, რომელიც ყველაფერზე ისაუბრებს, ცოტა შინაურულად, ცოტა იუმორით, რა თქმა უნდა, სერიოზულად, მოგცემს საფიქრალს, ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ასეთი გადაცემით და ასეთი პოდკასტით, ასეთი საფიქრალი ამბებით მინდა გავხდე თქვენი სტუმარი, თქვენი ოჯახის სტუმარი და მინდა რომ აუცილებლად მივიღო პასუხი თუ რამდენად კარგი იყო ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი, მინდა გაგაცნოთ ჩვენი გმირები სულ სხვა რაკურსით, სულ სხვანაირად, იმიტომ რომ ხშირად არ ყოფნის საეთერო დრო იმისთვის, რომ ადამიანს მისი სათქმელი ვათქმევინოთ, ეს იცით როგორ არის, ხა კახეთში ვარ და აი კარგ თამადას რომ სიტყვას მისცემ და მე ეტყვი, ოპ, ერთ წუთი მეტი დრო არ არის. ხომ გაგექცევათ სუფრიდან. ასე ხდება სამწუხაროდ ჩვენ სფეროშიც. აი, როდესაც ყველაზე საინტერესო უნდა თქვას რესპონდენტმა, მაშინ, როდესაც მომწიფდა ამბის მოსაყოლად, საეთერო დრო თავდება. აი იმისათვის, რომ არ მოხდეს ასეთი კაზუსი, იმისათვის, რომ მართლა მოვიტანო სათქმელი თქვენამდე, აი ასეთი ქიზიყური აივნიდან გესალმებით, სიღნაღიდან, ბურუსშია გახვეული ყველაფერი, არც კავკასიონი მოჩანს, არც გარშემო მყოფი ფსოფლები და საერთოდ ხილვადობა პატარაა. მაგრამ მე რა ჩვენ გვესმის ერთმანეთის, ჩვენ ხედავთ ერთმანეთს როგორც სატელევიზიო ეკრანებზე, ასევე Facebook-ზე და აი ეს ამინდი ალბათ კიდევ რაღაც განსაკუთრებულ ლამას, ესეთი მყუდრო გარემოს ქმნის. რატომ ვარ ქიზიყში? ნუ გარდა იმისა, რომ ზოგადად აქ ვცხოვრობ. რადგან ჩემი ასარჩევი იყო, ვინ იქნებოდა მოროშკინას პოდკასტის პირველი სტუმარი, გადავწყვიტე, რომ ეს სტუმარი ყოფილიყო ქალაქის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 4 წელი უძღვებოდა ამ ძალიან რთულ საქმიანობას, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ ეს ქიზიყია, ერთი გადაბრუნებული სიტყვა და სამუდამოდ ტრად იქცევთ საუკეთესო მეზობელსაც კი. რატომ მალხაზ ბეგიაშვილი? იმიტომ რომ 4 წელი იყო არაჩვეულებრივი, არნახული აღზევება, როგორც მუსიკალური, როგორც არტ, როგორც ჯაზური, როგორც არქიტექტურული სიღნაღის. სიღნაღმა თავისი ახალი სიტყვა თქვა, როგორც აი მუსიკალურ სამყაროში, აი ზუსტად ასევე ყველა დანარჩენ სფეროში და რაც თავარია თეატრალური ფესტივალები, ხალხნო, ივნისი იწყება და აფეთქებაა ფესტივალების. ახლა კიდევ წინ გვაქვს ღვინის ფესტივალები, ახლა წინ გვაქვს რთველი და ყველაფერი ის, რაც კახეთს ეგზომშვენის და ეგზომ ალამაზებს. ნუ ხარ ახლა დამშვენებაზე რა ხამ თქვით, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ის მერია, რომელიც ზუსტად ამშვენებს ამ ქალაქს, თავისი ოჯახით, თავისი არაჩვეულებრივი წარსულით, თავისი მიდგომით ცხოვრების მიმართ, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ სუნთქავს, არ ცხოვრობს იმ ენაში, იმ გარემოში, იმ ეთნოსში, იმ კულტურაში, რომელიც უნდა რომ განავითაროს, მაშინ იქ არაფერი არ გამოვა. ეს მხარე განსაკუთრებულია, თუმცა ალბათ იგივეს გეტყვით გურიიდან, იგივეს გეტყვით სვანეთიდან, იმიტომ რომ აი ასეთი მდიდრები ვართ, აი ესეთი არაჩვეულებრივი, ეთნიკურად დახუნძლული ადგილები. მერე რა რომ პატარაა საქართველო, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, განაერთნაირად შეიძლება წარვადგინოთ იმერეთი, კახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, არა, აბსოლუტურად სხვადასხვა არა, აერთიანებს მხოლოდ ის, რომ არის ერთი
დიდი ლამაზი სამშობლო სახელად საქართველო, მაგრამ სხვადასხვა ხასიათით, სხვადასხვა გარემოებებით, სხვადასხვა არქიტექტურით. და მე ამიტომაც მინდა რომ ყოველთვის შემოგთავაზოთ იმ ადამიანებთან ინტერვიუ, რომელიც უბრალოდ ადგილს კი არ იკავებენ, უბრალოდ მაღალი თანამდებობის პირები კი არ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ეს კონკრეტული ადგილი, ცხოვრობენ ამ კონკრეტული ადგილით და არც არსად გაქცევას არ აპირებენ, შვილებსაც აქ ზრდიან და შემდგომ, როდესაც გავა, ვთქვათ, აი ეს ვადა, აპირებენ აქ დარჩენას, აქ ცხოვრებას, ფეხით სიარულს, იცით რა ყოფილა, ყველაზე კარგი, ესეთი ლაკმუსის ქაღალდივით განმასხვავებელი, როგორი მმართველობა გქონდა შენ. ჩახვალ კი პურის საყიდლად. აი თუ შენ შეგიძლია, წყნარად მიხვიდე, პური იყიდო, მეზობლებს გამოელაპარაკო. ამინძე ისაუბრო, ისე უბრალოდ ძაღლი გაასეირნო და შენ გენაცვალე, გითხრან, აბა როგორ ახარ? ესე იგი ყველაფერი კარგად არის. მაგრამ თუ შენ მიხვედი პურის საყიდლად და მე პურესაც არ უნდა შენთან საუბარი, ესე იგი შენ არ ვარ გიხარ არც კაცად, არც ქალად, არც მოქალაქედ. ჩემთან მხოლოდ ვარგისიანი ადამიანები უნდა იყვნენ, მე მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს საქართველოს ისტორიას ქმნიან, მას ასე სიღნაღის მერობის კანდიდატი, ადამიანი, რომელმაც 4 წელი უხემძღვანელა ამ მხარეს, აი ამ ლამაზ სიღნაღის რეგიონს და ადამიანი, რომელმაც ბევრი რამე გააკეთა სიღნაღისთვის, წნორისთვის, ანაგისთვის, ვაქირისთვის, ბევრი სოფლებისთვის და მინდა რომ გიჩვენოთ მალხაზი სულ სხვა მხრიდან და დაგანახოთ რამდენად მართლა აი ამ ადგილის, ამ ცის, ამ მიწის შესაფერისი პერსონაა, არა მხოლოდ მერობისთვის, მას გაცილებით მეტიც ეკუთვნის. მაშასე მალხაზ ბეგიაშვილი. მაშასე დაპირებულად მალხაზ ბეგიაშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი, ჩვენს ასე ვთქვათ ვარცხნილობაზე ცოტა წვიმა მიზრუნა, ალბათ ხედავთ ვინც გვიყურებთ ტელევიზიით და Facebook-ის საშუალებით როგორი ამინდია დღეს ჩვენთან გიზიხში, მაგრამ ყველა ამის თავის ხიბლი აქვს. მაშასე ბატონ მალხაზ ძალიან დიდი მადლობა. ვიცი რა გრაფიკიც გაქვთ, ვიცი რომ ძალიან რთულია გამონახოთ თუნდაც ცოტა დრო, მაგრამ ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ესე შეიძლება ღიათაც ვერ ვსაუბრობთ, ხანდახან დრო არ ყოფნის. მე წინა სიტყვაში ვთქვი, რომ ბევრი რამე გვინდა ხოლმე გავარკვიოთ, ხომ? ვთქვათ რეგიონალურ მმართველებთან, ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ბევრ რამეზე პასუხი გაგცეს და იწყება საეთერო დრო და გვეუბნებიან მორჩა დრო არ არის და ამით ვთავრდება ყველაფერი. ამიტომ რა არის მთავარი პრობლემა დღეს, რაც შეგვიძლია მოვაგვაროთ და რისთვისაც ეს 4 წელი არასაკმარისი აღმოჩნდა თქვენი წინა ვთქვათ აი ხელმძღვანელობის. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. პრობლემები შეიძლება ვთქვათ, რომ ესე ვერ კონცენტრირდეთ ერთ პრობლემაზე, იმიტომ რომ რაღაცა თავისი ყოველდღიურ ცხოვრებაში, საყოფა ცხოვრებო მიმართულებით რამოდენიმე პრობლემა შეიძლება, ასე ვთქვათ, დავყოთ ეს ერთიანი პრობლემა, მაგრამ გამოყოფა რისაც შეგვიძლია, ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კვლავ 4 წლის განმავლობაში, რასაც ვაკეთებით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურაზე გვექნება მაქსიმალური და დაეტყო კიდეც ახლა რაიონს რაც უნდა ლაპარაკი. მაგალითის რო გითხრათ 4 წელიწადში 125 კილომეტრამდე გზა გვაქვს მოასფალტებული და მოწესრიგებული. ეს როგორც სიღნაღიდან მცხეთაში ჩაბძანდეთ, დაახლოებით ის მანძილი არის, ოღონდ რა თქმა უნდა შიდა სასოფლო გზები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და კიდე გვჩება ჩვენ მოუწესრიგებელი გზები სოფლებში და ამ მიმართულებას ჩვენ არ შევცვლით და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ფართობი დავფაროთ და ყველა სოფელში შევიდეთ ამ პროექტებით. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ჯერ კიდევ გვჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა. დღეისათვის მთელი ეს სისტემა, რაც უკვე სამშენებლო სამუშაოების თვალსაზრისით დასრულებულია, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს და ეს სატესტო რეჟიმიც, რა თქმა უნდა, თავის პრობლემებს, თანხლებ პრობლემებს თან ქმნის, მაგრამ საიმედოა ის, რომ პროექტები პრაქტიკულად სრულად დასრულებულია და სატესტო რეჟიმები, როგორც დასრულდება და გადაიბარებს გაერთიანებული წყლების კომპანია ამ შესრულებულ სამუშაოებს,
ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ ეს პრობლემებიც აღმოიფხრო, მოიხსნება და აღარ გვექნება ჩვენ წელს რა პრობლემებიც ქონდა, ის პრობლემები. თუმცა მე ისიც მახსოვს და უნდა ითქვას, რომ 4 წლის წინ ცენტრალური სიღნაღი პრაქტიკულად წყლის გარეშე რჩებოდა ივლისში და აგვისტოში. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი. იმასთან შედარებით ცხადია გამოსწორებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ტურისტული ქალაქი და მართლა უპრეცედენტო რაოდენობა იყო ტურისტების წელს, ცხადია, რომ ბევრი რამე უნდა შეიცვალოს. ქალაქ სიღნაღზე შემიძლია ცალკე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს ქალაქი თვითონ თავის სპეციფიკით, დანიშნულებით, ფუნქციით და განვითარების პერსპექტივით ისეთი ცალკე თემაა, რომ შეგვიძლია რომ გამოვყოთ სოფლებიდან, იმიტომ რომ მას აქვს სპეციფიკური საჭიროებები და თუ ნებას მომცემ, შემიძლია რომ გადავიდე კიდეც ქალაქ სიღნაღთან. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ მაინც სიღნაღი ერთგვარი ბრილიანტია ამ მხარეს. თან მთავარი ლოკომოტივი არის ჩვენი ეკონომიკის, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და არა მარტო მუნიციპალიტეტის ეკონომიკის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თელი მხარის და ქვეყნის მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული მიზიდულობის ცენტრია, როგორც შიდა, ასევე გარე ვიზიტორებისთვის. ესე რომ, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ქალაქის საჭიროებებს, აუცილებლად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ სწორად დავაკვირდეთ, როგორი არის სასმელი წყალი, რო გავაგრძელოთ. სასმელი საყოფაცხოვრებო წყალის, ასე ვთქვათ, მოხმარების დინამიკა როგორი არის აი ბოლო წლებში, თქვათ, გასულ წელს შევადაროთ კიდევ იმ წელს და დავწუნდებით, რომ ეს მოთხოვნილებები გვესდება ჩვენ ამ წლის. ხო, ცხადია. ამდენი სასტუმროა აღშენებული ახალი. სასტუმროს თანხლები, ინფრასტრუქტურაც ითხოვს უკვე დამატებით წყლის რესურსებს. ჩვენ გვაქვს რაღაცა კონკრეტული რეზერვები ამისთვის, კონკრეტული რესურსები და სწორი შეფასების შემთხვევაში შესაძლოა და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე უნდა ვიფიქროთ აქტიურად რეზერვების გაზრდაზე. რომ მოთხოვნილებას უნდა მივყვეთ და ჩვენ ამასთანავ გქონდა შეხვედრა გაერთიანებულ წყლების ადგილობრივ ორგანიზაციასთან, სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ, რომ ყველაზე უკეთესად ეს ორგანიზაცია გრძნობს და ითვლის რა საჭიროებები დგება მთელი წლის განმავლობაში, არა სეზონურ პერიოდშიც კი, მათ შეუძლიათ ეს სტატისტიკა თვითონვე შეაფასონ. კი, ჩვენ ზამთარს ახლა მინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელსაც, ხო ვინც გვიყურებს და მსმენელს, რომ ზამთარიც დატვირთულია. ადრე თუ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ თქვა 3 თვე მუშაობს სიღნაღი, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთარი არის არანაკლებად დატვირთული. კი, გეთახმებით, რა თქმა უნდა, ეს გვახარებს. აბა რა. მთელი წელი რომ სეზონია, ეს არის, რა ვიცი, საოცნებო რამ იყო ადრეულ წლებში. რაც შეეხება ქალაქის სხვა საჭიროებებს, მე აი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიღნაღს ჭირდება კიდე ერთი მძლავრი, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო პროგრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემად მაინც გამოყოლ წყალარნების სისტემას ქალაქისას, რომელიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ გადატვირთულია და თავის დროზე, როდესაც სიღნაღის რეაბილიტაციაზე ფიქრობდნენ და იწყებდნენ ამ რეაბილიტაციის პროექტს, მაშინ დიდი ალბათობით და დარწმუნებული ვარ კიდეც და ფაქტები მეტყველებს ამაზე, რომ არავის უფიქრია ძელვადიან პერსპექტივაში როგორი ტვირთები შეეძლო აიღო ამ ქალაქს. ფასადურად უნდა გაკეთებულიყო ფასადურად. როგორ უნდა მოეწესრიგებინათ, ან რაზე მინიმუმ რაზე გაეთვალათ ეს მიწისქვეშა სისტემები. ეხლა აღმოჩნდა, რომ ეს მიწისქვეშა სისტემები აბსოლუტურად ვერ პასუხობს მოთხოვნებს, დღევანდელ მოთხოვნებს. და ამუხრუჭებს შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. ბატონო, ახლა აი რა პერიოდში უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ იმდენად გადატვირთულია, ახლა აქ რომ მოდიხარ, აი ნუკრიანის მონაკვეთი მაინც ძალიან რთული გასავლელია და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ვიწრო ქუჩები? კი, ეს გეთახმებით, შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის, ამ სამშენებლო ტექნოლოგიები და სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, სწორად დაგეგმვა, გეგმა გრაფიკების სწორად დაცვა, ამას უზრუნველყოფს. ახლა არ არის ჩვენი ქალაქი რაღაცა განსაკუთრებულად განსხვავებული ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რომ იქნება ეს კარგად დასაფიქრებელიც, კარგად შესაფასებელიც და კარგად დასაგეგმებელიც, მაგრამ შეუძლებელი აქ არაფერი არ არის, შეიძლება სეზონურად გადანაწილდეს, უბნეულად გადანაწილდეს, დროში გადანაწილდეს. რა თქმა უნდა, რომ ჩვენ როდესაც ამ პროგრამაზე იმედია ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით ამ პროგრამის რეალიზაციას დავიწყებთ ჩვენ და ამ პროგრამის რეალიზაციის დაწყებისთანავე უნდა იყოს ეს ყველაფერი კარგად გააზრებული, გათვლილი და მერე მართული პროცესი, რომ არ მოხდეს ტურისტული ჩამოშლა ინფრასტრუქტურის იმ მომენტში, როცა მართლა ბევრი სტუმარია ქალაქში. რა თქმა უნდა, სიღნაღში ტურიზმის დამუხრუჭება
იმის გამო რომ ინფრასტრუქტურა რჩება მოსაწესრიგებელი, ჩემი აზრით არ შეიძლება. ეს უნდა მოხდეს პარალელურ რეჟიმში და ამის ტექნოლოგიებიც არსებობს და შესაძლებლობებით წყნად ვარ დარწმუნებული. მე თვითონაც პროფესიით მშენებელი ინჟინერი ვარ, ეს საკითხებიც სამუშაოთა წარმოების გეგმები, ასე შემდეგ, ესენიც ჩვენ თავის დროზე გავლივიც გვაქვს და შესაძლებელი არის. თავარია რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და მე უკვე კვალიფიციურად დაიგეგმოს ეს ყველაფერი. წყალარნების სისტემასთან ერთად აუცილებელი არის ელექტროენერგიის მომარაგების, ასე თქვა, უზრუნველყოფა და სისტემის განახლება. იმიტომ რომ რაც მიწისქვეშა სამუშაოები, ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა სამუშაოები იქნება შესრულებელი, ერთდროულად უნდა მოხდეს ამის, ასე თქვა, რეაბილიტაცია. ხო, მაგრამ აი კიდევ მაგას ვამბობ, ქალაქი ხო არ დაიკეტება. თუ მოხდება, თქვა, აი ჩვენ გვაქვს სეზონი, მაგალითად ნოემბერი, თებერვალი, რომელიც უფრო ისე სუსტი სეზონია. არის შესაძლებელი ამ პერიოდში გაკეთდეს? იცით რა, თეორიულად და ისედაც პრაქტიკაშიც არსებობს ასეთი ტიპის გეგმების მართვის გამოცდილება. მე ვერ ავიღებ ამას ჩემ თავზე ახლა რომ მე ახლა კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრო, თუმცა მე ვიცი რომ ეს შესაძლებლობა არის. მაგრამ გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები არიან ამ საქმით დაკავებულები ჩვენს ქვეყანაში და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ესე იქნება დაგიმილი. მთავარია რომ ამ შემთხვევაში თვითმმართველობის მოვალეობა და ვალდებულება რა არის, რომ ამ პროცესს ისე გახვეს, იყოს მუდმივად ჩართული და მათთან ერთად გაიაროს ეს საკითხები, რომ არ მოხდეს რაიმე პატარა გაუგებრობაც კი და გადავასვლელი. ეს შეიძლება მოხდეს დროში უბნეულად, თქვათ, შეიძლება მოხდეს კიდე როგორც ვამბობდი, თქვათ, გეოგრაფიის გათვალისწინებით, საჭიროებების გათვალისწინებით, აქტიური მიზიდულობის ადგილების გათვალისწინებით, სად უფრო მეტად არის დატვირთული ნაკადები, სად უფრო მოძრაობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ტრანსპორტის ნაწილის გასათვალისწინებელია, ტრანსპორტის მოძრაობა, გადაადგილება, არა მარტო საფეხმავლო საკითხები არის. იცით რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ მშენებლობა სიამაყის შემოსასვლელში პარკინგის, სადაც დიდი ავტობუსები უნდა განათავსოთ, რომ გამტვირთოთ ეს ქალაქი, ახლა საკმაოდ გადატვირთული არის ავტოტრანსპორტითაც, არა თუ მარტო თქვათ, ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის, თქვათ, ეკოლოგიურ ნაწილსაც ყურადღებას აქცევენ ვიზიტორები. არა, ისე და ზოგიერთის აივანი პირდაპირ აი გარეთ არის გამოსული და პრაქტიკულად სუნთქავენ აი ამ გამონაბოლქვით, როდესაც დამერწმუნებით, რომ ეს მაინც უფრო კურორტული ზონაა, ხო? მე მახსოვს, აქ უნდა აშენებულიყო ობსერვატორია, ანუ იმდენად სუფთაც არის. და იქნება ეს იდეაც ოდესღაც მუშა იყოს. რაღაცა შეყონდა, ხო? თორე ჩვენ პრინციპში სიამოვნებით მივყვებოდით დაინტერესებულ მხარეს და სხვათა შორის ესენი გვარწმუნებდნენ, რომ საქართველოში სულ რამოდენიმე ადგილია, საიდანაც შეიძლება ესეთი ფართო დიაპაზონით ამ საქმიანობის დანერგვაც და მერე გამოყენებას ობსერვატორიამ აქვს ხედელობაში და მაგრამ რაღაცა ყოველ შემთხვევაში, ბიზნესია, კომერციული ნაწილი არის და მე არ ვიცი მიზეზი რა იყო შეყოვნების, თუმცა ჩვენთან ეს საკითხები თითქმის ბოლომდე ვიყავით. ჩვენთან სტუმრად არის მალხაზ ბეგიაშვილი, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთთან ვარ სტუმრად, ეს არის ჩვენი კახეთი, ჩვენი ქიზიყი, ორივე აქ ცხოვრობთ და იმისათვის რომ ვისაუბროთ მართლა რეალურად რაღაც პრობლემებზე, მართლა კარგად უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ ქალაქში და ბატონ მალხაზ, რაღა მომეცა საშუალება, ესე ყველას გულის ტკივილი გამოვხატო ქალაქის და აქვე მინდა ვთქვა, ბატონი მალხაზი, რომელიც გარდა იმისა, რომ საოცარი მეურნეა, მეოჯახია, ძალიან დიდი მოყვარულია ძაღლების და ეს მისი ფოტოებიდანაც ჩანს, ვიდეოებიდანაც მე ყველა ვინც მიცნობს კი იცის ჩემი სიყვარული ძაღლების, კატების, ცხოველების. ანუ რატო ვლაპარაკობ ამდენს, რომ ჩვენ რეალურად ძალიან გვიყვარს ცხოველები, ვუფრთხილდებით. მე მგონი ჩემი შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი მიდის ძაღლების და კატების საჭმელში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბატონ მალხაზ დაუძლეველი პრობლემა დღემდე დაგვიგლიჯეს ტურისტები, არაერთი, არ ვიცი, წნორის ავადმყოფო მე მგონი მთლიანად მუშაობს აქ სიღნაღში დაგლეჯილი ხალხის გაკერვაზე და აცრებზე და ასე შემდეგ. ვიცი რომ საპილოტო პროგრამა არის შემუშავებული, ბევრი მომხრე, ბევრი მოწინააღმდეგე ყავს როგორც ყველა პროექტს და იმისტება და ამისტებად იყოფიან, ესეც ქართული ამბავია. როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ისე კარგად, ლამაზად, მართლაც ევროპულად, იმიტომ
რატომ რომ ევროპის ქალაქში რომ ძაღლმა გიკბინოს, არ ვიცი, მე მგონი ის მეპატრონე და ან ადამიანი რომელიც იმ ძაღლს უვლის, მთელი ცხოვრება უნდა გიხდიდეს, გადასახაც პატარა ხუმრობა იყოს პატარა ესეთი რომ სტუდენტი ვარ გერმანიაში და ნუ აღარც ფული გვაქვს, აღარაფერი არ გვაქვს, ისე ძალიან გვიჭირს ამ სტუდენტებს და ვოცნებობთ რომ ვინმე ძაღლმა გვიკბინოს. ვიცით რომ გადაგვიხდიან შემდეგ და ესე იგი აი აქ მომადლებულები ვართ ამ ყველაფრით. რა ვუყოთ ძაღლებს, რა პროგრამა არის და როგორ შეიძლება რომ ამ ქალაქში ძაღლიც კარგად გზნობდეს თავს, ტურისტიც და ჩვენც მოსახლეობაც. კი, გეთახმებით, რომ პრობლემა ერთის ხრივაც და მეორეს ხრივაც. ერთის ხრივ ეს ჩვენი მეგობრები ადამიანის ესეც მიმაჩნია და ესეც თვლი გამორჩეული მეგობრები, ასე თქვათ, მე თვითონაც ოჯახში ყავს კი, ვიცი და იმიტომ ვამბობ. ხო და ასე რომ მეორე მხრივ თვითონ ეს პრობლემა, რასაც თქვენ ბრძანებდით და ეს მართლაც გვაქვს, იმიტომ რომ თან გადატვირთულია ჩვენი ქალაქი, ბევრი სტუმარი ყავს, როგორც ქართველი, ასე უცხოელი და ესეთ შემთხვევები არაერთი ქონდა, როცა დაკბინეს, თქვათ, ასე როგორც ქართველები, ასე არაქართველებიც და რამოდენიმეჯერ ჩვენ თვითონ უზრუნველყავით ამ უცხოელი ჩვენი სტუმრების წნორში გადაადგილება, ყურადღების მიქცევა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ფაქტებია. ხო, ეს არ ხსნის, ასე ვთქვათ, ამ პრობლემას. ზოგადად მიდგომა ესეთი იყო ყოველთვის, რომ, ნუ ვთქვათ, ჩვეულებრივ ყველა ძაღლი აღრიცხულია, გურჯაანში არის, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრი, კახეთის მასშტაბით მუშაობს. ყველა ძაღლი, რომელიც, ვთქვათ, ჩნდება, ასე ვთქვათ, ქუჩაში, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ ვაცნობოთ მათ, მოახდინონ აღრიცხვა, შემოწმება, გადაყვანა შემოწმება, ჩიპების დამაგრება. ნუ კასტრაციაზეც, რა თქმა უნდა, სტერილიზაცია უკვე, სტერილიზაციის ნაწილზეც, რა თქმა უნდა, ესენი მუშაობენ და ეს შესაძლებლობა აქვს ამ გურჯაანის ცენტრს. აქამდე რაც იყო, იმას ვამბობ რა და ვთქვათ, პრობლემური ძაღლები, რომლებიც იყვნენ, ამ პრობლემური ძაღლების იდენტიფიკაციას ვახდენდით ჩვენ, ფოტომასალასაც უგზავნებდით ხოლმე და ნუ მე ხდება, რა თქმა უნდა, მათი გადაყვანა, შესწავლა, ხო არ არის რამე ისეთი, რომელიც გამოუსწორებელი არის ისეთ მდგომარეობაში თუ არ არის ძაღლი, მაშინ მათი რამოდენიმე ხნით გაჩერება ადგილზე და ამ შემთხვევაში იყო ხოლმე შემთხვევები უკანვე იგივე ლოკაციაზე დაბრუნების, როცა უკვე აღარ ქონდა ეს აგრესიული მდგომარეობა და აღარ წარმოადგენდა საფრთხეს და შეეძლო რომ მშვიდად თანა ეცხოვრა მოქალაქეებთან ერთად და ასევე ხდებოდა მათი რელოკაციაც ისეთ შემთხვევებშიც, ესეც დადგენილი წესით მათ შეეძლოთ რომ ეს გაეკეთებინათ. ცენტრი მაქვს ხედულობაში. ეხლა რა თქმა უნდა, მე როგორც ვიცი, წინ წაიწია ამ პროცესმა, სპეციალური კანონი იქნა შემუშავებული მართვაზე ამ პროცესების, ამ პოპულაციის, ქუჩის პოპულაციის მართვაზე და საპილოტო პროგრამები რამოდენიმე მუნიციპალიტეტია, სამიზნე მუნიციპალიტეტი, სადაც ნუ საბოლოო ჯამში რა არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გამრავლება შევაჩეროთ, ესეთი სტიქიური გამრავლება და აღვრიცხოთ თქვათ მეპატრონეები და შესაბამისად ხო ვიცით რა, პრინციპში ყველა მეპატრონე ვიცით. მე რატო ვერ მიდის ეს პროცესი? აი მე ის ვერ მოდის რომ თქვათ ეხლა არის დაახლოებით ეს მდგომარეობა რომ ეგრეთ წოდებული ჯიშიანი ანუ სუფთა ჯიშის ძაღლები რომელსაც ოჯახებში იჩერებენ და რომლის შეძენაც გარკვეული ღირებულებაც არის და არ არის ესე ჩუქებით და არამედ ესეთი ჯიშის სპეციალური აღრიცხვა იქნება და მოსახლეობას ექნება რიგი ვალდებულებები მათი გამრავლების შემთხვევაში ინფორმირებულობაზე, ცნობაზე, რომ ის ახდენს ახლა ამის გამრავლებას, რომ მე ამის მოვლა პატრონობაზე, ანუ აღირიცხოს უნდა ეს. რაც არ არის ესეთი და რაც აი ეგრეთ წოდებული თქვათ მაწანწალა ძაღლები. თუმცა მაწანწალებიც არ არიან, იქ რაღაცნაირად ცოტა სხვა რაღაცა იკვეთება, იმიტომ რომ გარკვეული ადამიანების ინტერესი, როდესაც ხედავ, რომ იქ ინგლისური წარწერებით წერია, რომ ძაღლი მშიერია, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ასე არ არის, ხო? აქ ხო არის რაღაცა ქვედინებები. ალბათ, სავარაუდოდ ესეც არის, იმიტომ რომ სადაც ეს შესაძლებლობები იძლევა, როგორც წესი ადამიანები ცდილობენ ხოლმე ეს შესაძლებლობები გამოიყენონ, მაგრამ მე ვამბობ, თქვათ, სისტემურად მოსაკითხი მოგვარდეს, დიახ.
მე ხა ვერ ვიქნები კარგი ექსპერტი თქვა ამ საკითხში და შეიძლება ეს ახლა რმად და დეტალურად ვერ ვისაუბრო, მაგრამ ვიცი ზოგადი დამოკიდებულება და თქვა კონცეპტუალურ დონეზე როგორ არის. ერთია რომ ჩვენ ეს არამართული პროცესები უნდა რაღაცნაირად მართოთ და შევაყოვნოთ, ასე ვთქვათ, ესეთი სტიქიური გამრავლება. მეორე არის რომ აღვრიცხოთ ის, რაც ასაღრიცხი გვაქვს და თვალყური ვადევნოთ ამას და მესამე ხა თვითონ ვთქვათ ადამიანების მოქალაქეების დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანი არის მათი შინაგანი კულტურული დამოკიდებულება ამ პროცესისადმი, თორე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მშობელმა ბავშვს, რომელსაც ძალიან უნდოდა ლეკვირო ყოლოდა სახში, ან კატის კნუტი თუ ასე შემდეგ მიიყვანა, გაზარდა ამ ბავშვს რაღაცა იმამდე მიიყვანა და როცა უკვე შეექმნა პრობლემა, გაიზარდა ეს ლეკვი და აღარ იყო ისეთი ხელში სატარებლად საყვარელი. მე გამოიყვანა და გამოუშვა ქუჩაში. იმიტომაც არის ბატონო მალხაზ, რომ ქუჩაში ჩვენ ხედავთ საოცარი ჯიშის ძაღლებს და საცოდაობაა, ხო? იმდენი ჰასკია დღეს საქართველოს ქუჩებში, რომ წარმოუდგენელია, ჯერ ეს ძაღლები ისედაც ძალიან სპეციფიურები არიან, ისედაც ამ სიცხეს ვერ იტანენ და ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს პირდაპირ უნდა ვთქვა. არის რა, ასე ვთქვათ, ეს დამოკიდებულებაც. ისიც ვთქვათ, ამ შემთხვევაში ქუჩაში მოსიარულე ძაღლი თუ თვითონ არ არის პრობლემური ან რაღაცა ფსიქიური პრობლემა არ აქვს. ხო, არ ეცემა ბავშვს, არ ეცემა ადამიანს. ესეთ პირობებში გაზრდილი ლეკვებიც თავისთავად მათ ეს გარემო პირობები გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა. მე რო სახში მყო, მე როტვეილერი მყავს სახში და როტვეილერი ხა ვიცით როგორი ბუნებისაა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა და ექიმთან რომ იმყავს ხოლმე მეუბნება რომ ესეთი გაწონასწორებული ფსიქიკის ამ ჯიშის ძაღლი იშვიათად მინახიაო. ხო, ისეთ ოჯახში იზრდება. მას პირობები აქვს, მაგრამ ეხა ეს ჩემი ძაღლები ხო ქუჩაში. აი ესე რა თქმა უნდა რომ ეს ფსიქიკა ესეთი გაწონასწორებული არ იქნება. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია. მე ჩვენი დამოკიდებულება. ზოგს ბუნებრივი შიში აქვს და რაღაცა ამ შიშის გამო შორიდანვე აგრესია ემართება ამ ურთიერთობაში ქუჩაში და მე მქონდა ეს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთს ჩვენ ადგილობრივს თანამშრომელს, რომელიც ებრძოდა ამ ძაღლს, პირდაპირ ამით რა ქვია, ხმალა მოღებული და ნუ რაღაც და მის თვალწინ მეც არ ვიცნობდი იმ ძაღლს, მაგრამ აი ჩემთან მაგალითად არ გამოვხატე ეს აგრესია. პირიქით მის თვალწინ მოვეფერე და უთხრა რომ ნუ გეშინიან და ნუ, მაგრამ ამ შიშსაც ვერ დაძლევს. ხო, აი რა ქნას ადამიანმა, ხო, და ძაღლი მოდის იმ ადრენალინზე. აძლევს მე ამ რეაქციას ის მოყვება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო ეხა ესე ადამიანების ასე ვთქვათ თვისებებზე არ მიუშვათ ეს პრობლემა და იქამდე არ მივიტანოთ. ვალდებულება გვაქვს რომ ეს პროცესი მართოთ. ნორმალურად ასე ვთქვათ, ყველა სახელმწიფოს აქვს ასეთი ტიპის პრობლემების მართვის. და იმედი მაქვს რომ ჩვენ მივდივართ აქეთ, ახალი კანონმდებლობა, საპილოტე ნაწილები, განთავსების ადგილები, ვთქვათ, ესეთი სარეაბილიტაციო ცენტრები და დამოკიდებულება ჩვენი, ანუ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის რაღაც მომდი რომ ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, თანაცხოვრობით ყოველთვის რაც ადამიანი არსებობს, თანაცხოვრობს ამ ჯიშის ცხოველთან და ეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობთ რომ მოწესრიგდება. თავარია რომ სწორად მართოთ ეს პროცესი და ამ პროცესის მართვის შესაძლებლობას იძლევა ახალი კანონმდებლობა, რომელიც არ არის ახლა საქართველოში მოგონილი, აპრობირებულია, როგორც მე ვიცი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და გამოყენებული არის ასეთი მეთოდები სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მსგავსი პრობლემები ესე მძაფრად აღარ დგას. კი, და ჩვენი პატარა მეგობრებიც დაცული იქნებიან ჩვენს ტურისტებთან ერთად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მე პირადად და ვიცი რომ თქვენც ასე ხართ ამ ჯიშის ცხოველებთან განსაკუთრებული სენტიმენტები მოხდა. ისე რომ ნამდვილად. ალბათ არც ერთი გადაცემა არ გვეყოფა და არც ციკლი გადაცემების, რომ ჯერ ამოვწუროთ საუბარი ამ ულამაზეს მხარეზე, ქიზიყზე, სიღნაღზე, მე ჩამოთვალე კიდევაც ის სოფლები, რომელსაც რა ვიცი პატრონობთ კიდევაც და ნუ ჯერ ერთი მოვალეობაც არის და რა სიამოვნება, როდესაც ხედავ რომ ნელ-ნელა ახალგაზრდები ბრუნდებიან, მე თავად ხედავ ამ პროცესს და ძალიან სასიამოვნოა და ბატონ მალხაზ, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, ნუ ისეთი აგრესია, ისე გამალებულად იბრძვიან ეს აგრესიული ჯგუფები და მართლა სექტად ჩამოყალიბებული და მე არ შემიძლია პრემიერის სიტყვები არ გავიმეორო, რომელმაც მოგვიწოდა ყველას, რომ რაღაცნაირად გაგებით მოვეკიდოთ იმას, რასაც ისინი ქუჩაში გვეძახიან, რასაც კადრულობენ, რაც სოციალურ ქსელში წერენ. მეტნაკლებად მე როგორც ხედავ, აქ მაინც ჩვენ ეს პრობლემა მოგვარებული გვაქვს. მე არ მგონია რომ მეჩვენებოდა
იცნობოდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ აქ ვარ დღე და ღამე და აქ მაინც შევძელით ხო ამ სიტუაციის ნორმალიზება. კი, იცით რა თქმა უნდა, ეხლა ისე არ არის როგორც სადაც კონსოლიდირებულები არიან, კონცენტრირებულები არიან და დარწმუნებული ვარ ეს ლოკაციებიც ასე ვთქვათ პერიოდულად ეძლევათ კიდეც რომ ვთქვათ სად როგორ და რანაირად მოიქცნენ, ალბათ ეს რაღაცა მითითება აქვს. რა თქმა უნდა. კარნახობენ მაინც ყოველ შემთხვევაში. ჯერ ერთი რომ თვითონ ჩვენი საზოგადოებაც, ჩვენი მოქალაქეებიც აქაური კუთხურობის გათვალისწინებით, მათი ჩვენი ასე ვთქვათ ისტორიული ხასიათის გათვალისწინებით, ეგ იზიყელები ცოტა მძიმე ხალხი ვართ და ეხლა ესე ადვილად მაგრამ აქაც არის რა თქმა უნდა განსხვავებული აზრიც, არის კრიტიკაც, ჩვენი პირადად, ჩემი პირადად მერის ხელისუფლების არის ეს და ეს გამოიხატება არა იმ ფორმით, რასაც თქვენ წამოწევთ. და პირიქით შეიძლება კი არა უკეთესიც არის და კარგიც არის, იმიტომ რომ თუ კი ობიექტურად რაღაცა საკითხებზე მიდის დისკუსია, მსჯელობა, რაღაცას შეხსენება ხდება, რაღაცისკენ ყურადღების მითითება, ან რაღაც და ეს შესაძლებლობის ფარგლებშია, რომ მე ამას ჩვენ უკვე პრაქტიკაში რაღაც ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, მაგრამ ის რასაც თქვენ ამბობდით, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ არ აქვს პრობლემები და ყოველ შემთხვევაში იცით როგორ არის, ადამიანებიც ხედავენ ამას, რა როდესაც კომუნიკაციაში ხარ მუდმივ კომუნიკაციაში ხარ მოსახლეობასთან, გესმის მოსახლეობის საჭიროებები, გესმის მათი ხასიათი, ბუნება, დამოკიდებულება, ხედავ არსებულს აფასებს სწორად და ხედავ პერსპექტივაში, მომავალში, რა ძირითადი მიმართულებები, როგორ განავითარო, თანმიმდევრულად როგორ დააწყო ეს საკითხები, ამას გრძნობს და თუ გულისხმიერი ხარ, აი ამაში დავწმუნდი, ისედაც ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ აი ახლა ბოლო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო დავწმუნდი, რომ ადამიანები გრძნობენ დამოკიდებულებას. როცა გულისხმიერი დამოკიდებულება გაქვს, ნებისმიერ მოუგვარებელი პრობლემის პირობებშიც კი ჩვეულება არც ბოროტდებიან, არც რაღაც აგრესიაში არ მიდიან და პირიქით რაღაცა თანაგრძნობასაც თანამშრომლობის ნაწილსის შესაძლებლობასაც გიტოვებთ. ჩვენ კიდევ ვიტყოდი რომ ჩვენ შეიძლება აი მართლა სამაგალითო ვართ აი ესეთ ურთიერთობაში შარშა მყავდა იცით თქვენ 150 კაციანი დელეგაცია BMW, Audi, Mercedes-ის ქარხნის მესვეურები და ცხადია მათ დაჭირდათ ხო ძალიან კარგი ამბავი მოხდა და 15-20 სასტუმრო ჭირდებოდა ხო ასეთ რაოდენობას და მე როგორ დავიწყებდი დაყოფას ის ნაციონალების არის ის ოპოზიციის არის ეს ოცნების მხარდაჭერების არის და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ მთელმა ქალაქმა ვიმუშავეთ ერთად და რაღაცნაირად აი მე არასოდეს არ მიგძვნი აქ პოლიტიკური ნიშნით ვიღაცამ ცუდად შემოგხედა მაგრამ ალბათ მე ასე ვიტყვი არავის არ ეწყინოს მართლა თქვენი ძალიან დიდი დამსახურება რომ არა თქვენი აი ესეთი ტაქტით, სიყვარულით, გრძნობით, ქალაქის სიყვარულით მიდგომა და მართლა ყველა ოჯახში მიბრძანდებით. მე არაერთხელ მithქვამს ბავშვი რომელიც დიდი უბედურება მოხდა და წყალში დაიხრჩო და მე მახსოვს თქვენ როგორ სრულიად სველი აღმართს მოუყვებოდით მარტო და აი ეს ფრაგმენტი არასოდეს არ დამავიწყდება და თქვენთვის ადამიანს როცა აქვს უბედურება, რაღაცა ტრაგედია, არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ არის და ვის შემოხაზავს და რას გააკეთებს არჩევნებზე და ეს რა თქმა უნდა თქვენი ძალიან დადებითი მხარეა და ამიტომაც სხვამაც ალბათ უნდა იყოს მაგალითი თუმცა ეხა რაკნას ჩვენმა ძალიან მაგარმა მერმა კახი კალაძემ რომ მაინც თბილისი არის მთავარი დარტყმის ცენტრი და ამასაც ვერ გავექცევით. ასე რომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. კი, მე იმედი მაქვს ზუსტად იმის რომ თვითონ კახიც ისეთი გულისხმიერი ადამიანია და ისეთი ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს, ადამიანური დამოკიდებულება აქვს ყველა პროცესისადმი თუ ზოგადად ადამიანებისადმი და ეხლა ვინც იცნობს დამერწმუნება ამაში, სწორედ ეს გულისხმიერება იქნება გამარჯვების მთავარი საწინდარი კახის და დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებს კიდეც და სხვანაირად არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა შინაგანმა რაღაც იმან აი შინაგანიდან წამოსულმა აი რაღაც უარყოფითებმა გადაღალა ჩვენი ერი და საზოგადოება აღარ არის ემოციურად დაცალა. დაცალა და მე თან ეს მოქმედებს ყოველდღიურობაზე მოქმედებს ადამიანების განწყობაზე მოქმედებს და აღარ ჭირდება ეს ჩვენ აღარ გჭირდება ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ დავამთავროთ და სწორედ პრემიერმა ამიტომ ამასინად განცხადებაც თქვა რომ ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაში არიან ეს ახალგაზრდები და ეს ახალგაზრდები ჩვენ დასაკარგი არ აქვს არა დასაბრუნებელი ყავს დასაბრუნებელი ყავს და მზად ვართ თუ კი გადაწყვეტენ თვითონ მზად ვართ რომ მოვიდეთ და ერთად ასე თქვა დავამარცხოთ აი ეს
უბედურება, ეს ადამიანებში განთავსებული უბედურება მათ აზროვნებაში. და ძალიან კარგი რამე თქვა მაშინ, აი როდესაც მართლა ხან პოლიციელს წვავდნენ და ხან რა ხდებოდა ქუჩებში, რომ გამოყავით 10 კაციანი ჯგუფები. მაშინ ეს იყო სრულიად გენიალური წინადადება, 10 კაციანი ახალგაზრდები და დავიწყოთ საუბრები. ნუ სამწუხაროდ არ მოხდა, მაგრამ ახლა მე რასაც ვხედავ, ეს პროცესი მიდის. ნელ-ნელა, მაგრამ მიდის ეს პროცესი და მეტი ახალგაზრდა დგება ისტორიის ნათელ მხარეს. სხვანაირად არ შეიძლება, სხვანაირად ომიან გრევა, უბედურება და შევხედოთ ჩვენ გარშემო რა ხდება. და დიდი მადლობა ამ მშვიდობისთვის იმ ადამიანს, რომელიც ესე დაუღალავად მართლა ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიყავს გაცნობიერებული, ალბათ მე ესე მგონია, რა უბედურებას ვართ გადარჩენილები და რის ხარჯზე. ზუსტად. ვის ხარჯზე და რის ხარჯზე. კი. რა რისკების ხარჯზე და ეხლა ვინც თქვათ რაღაცა წლებია, ეხლა თქვენც არ ახართ შორს საქართველოში მიმდინარე პროცესებისგან, პოლიტიკისგანაც თუ საჯარო საქმიანობისგანაც ვიცი ეს მე და რაღაცა პერიოდი მეც გავიარე და ჩვენ შეიძლება უფრო თქვათ კარგად გავიაზროთ, პირობითად ვამბობ, რასთან შეიძლება და ქონოდა საქმე, ადამიანებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტული ადამიანის ხელმძღვანელობით, რა რისკები აიღო საკუთარ თავზეც და რა რისკებს და რა უბედურებას გადარჩა საქართველოს. ამაზე ჩვენ როდესაც საუბრობთ რამოდენიმე ხნის წინ, თქვათ 1-2 წლის წინ, ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებდა და ფიქრობდა, რომ ეს იყო რაღაცა მოგონილი საშიშროება, მაგრამ ამ ყველაფერზე ყველაზე უკეთესად ისაუბრა იმ ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომელი ქვეყნის ნაწილიც იყო, შეიძლება ეს რაღაცა მოკლედ ამაზე შორს წავიყვანს, ეს არ არის თვართელობის თემა და მაგრამ მადლობა ღმერთს და მადლობა მშვიდობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ვერ ვისაუბრებდით ვერც პრობლემებზე, ვერც გზებზე, ვერც წყალზე, ვერც ვერაფერზე, რო ყოფილიყო ჰოსპიტალების გახსნაზე და სასაფლაოებზე ახალ. მე მინდა რომ გამარჯვება გისურვოთ მომწონს როგორც ვითარდება ჩვენი მხარე და მინდა ყველას ვუსურვო რომ აი ასეთ ლამაზ მხარეში და გარდა იმისა რომ სტუმრად მოდიოდნენ უბრუნდებოდნენ ნასახლარებს. დიდი მადლობა. ჩვენ მქონდა ესეთი ლოზუნგი როცა ვიწყებდით რომ გამოვაღოთ ფანჯრები და გამოვაღოთ კარებები და ავანთოთ შუქები სახლებში. ჩვენ სწორედ ამ ყველაფერს მაგიტო ეგ არის მიზანი რომ შეიქმნას ისეთი პირობები რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობა და ნელ-ნელა არ გარბოდნენ ქალაქში. მე კიდე ქალაქიდან გამოვიქეცი აქ და ვარ თქვენთან ერთად. ჩვენი მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა გაიაზროს, რომ მარტო ემოცია კი არ არის. უკვე იმდენს შურს, რა გითხრათ. დიდი მადლობა და იმედია, რომ კიდევ იქნებით ჩვენი სტუმარი. მოროშკინას პოდკასტი იყო ესეთი საინტერესო ადგილიდან და ჩვენ მომავალ ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს.